გამარჯობა. მე ნატალია ვარ და დღეს მოგიყვები რეფლექსიის 3 ტექნიკაზე. რეფლექსიის ტექნიკების ცოდნით საშუალება გვეძლევა, რომ არა მარტო მივიღოთ გამოცდილება, არამედ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოვიტანოთ ცხოვრებისეული გაკვეთილები და მომავალი უკეთ დავგეგმოთ. რეფლექსიის გასაკეთებლად ეს მომენტი საუკეთესოა, რადგან იწურება 2025 წელი და შეგვიძლია 2026 წელი კიდევ უფრო მეტი შემერთებით და კიდევ უფრო სტრატეგიულად დავიწყოთ. სანამ რეფლექსიის ტექნიკების გაცნობაზე გადავალთ, მოდი განმარტოთ რა არის რეფლექსია. რეფლექსია არის ფიქრი ფიქრზე, ან სწავლა გამოცდილებიდან. რეფლექსია ფართო ფილოსოფიური გაგებით არის საკუთარი გამოცდილებების, ემოციების, გრძნობების, საკუთარი ქმედებების შედეგების კრიტიკული ანალიზი, ანუ თვითდაკვირვება. უფრო ვიწრო, პროფესიული გაგებით რეფლექსია არის ჩვენი პროფესიული გამოცდილებების, ცოდნის და უნარების მიზანმიმართული დაკვირვება, იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს დაგეგმვის პროცესი და გეგმების აღსრულება. რეფლექსიის პირველი მეთოდი SSC Start, Stop, Continue. ამ ტექნიკის ფარგლებში უნდა დავახარისხოთ ჩვენი ჩვევები. პირველ რიგში ყველაზე მტკივნეული ეტაპი უნდა გავიაროთ და უნდა დავფიქრდეთ, რომელია ის ჩვევები, რომლებიც ხელს გვიშლის ფუნქციონირებაში. უმრავლესობამ ძალიან კარგად ვიცით, რა არის ტოპ მავნე ჩვევები, ამიტომ აღარ გავიმეორებ. უბრალოდ შეგახსენებ, რომ თუ დიდ დროს ატარებ ეკრანთან, ესეც ის ჩვევაა, რის გამოსწორებაზეც უნდა იფიქრო. აუცილებლად დამიწერე კომენტარებში, რამდენია შენი screen time და ვნახოთ რა იქნება შემდეგ წელს. თუ გვიან დაძინების ჩვევა გაქვს, შეგახსენებ, რომ ამაზეც უნდა იმუშაო. პროკრასტინაციაც არის ძალიან გავრცელებული მავნე ჩვევა, რაც გულისხმობს საქმეების მუდმივად გადადებას. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილებაც. 2024 წელს გავაკეთე რეფლექსიის ზუსტად ეს ტექნიკა. დავაკვირდი ჩემს ჩვევებს და აღმოვაჩინე, რომ ჩემს მავნე ჩვევებს შორის იყო ფიზიკური უმოქმედობა. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე სამსახური მქონდა და ყველაფერი ლეპტოპიდან უნდა მეკეთებინა, თითქმის არასდროს მახსენდებოდა გარეთ გასვლა, გასეირნება, ვარჯიშზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. დავიწყე ძალიან ცოტათი. გადავწყვიტე, რომ თუ სადმე მივდიოდი და მანძილი ჩემსა და ამ ლოკაციას შორის 1 კილომეტრზე ნაკლები იყო, აუცილებლად უნდა წავსულიყავი ფეხით. ნელ-ნელა პროგრესირდი და დღეს უკვე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კვირის განმავლობაში 3-ჯერ მაინც ჯიმში ვარჯიშობ. ამ ყველაფერმა მომიტანა თვითკმაყოფილება, გრძნობ, რომ გაცილებით მეტი ენერგია მაქვს, ძალიან მომწონს ჩემი სხეული და პროგრესი და ასევე ძალიან მიხარია, რომ დავუკავშირდი ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი მსგავსი ინტერესები აქვთ. აუცილებელი არ არის, რომ მიზნად დავისახოთ კვირაში 3-ჯერ ჯიმში სიარული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ ცოტათი და ძალიან არ გავცდეთ ჩვენი კომფორტის ზონას, მაშინ როცა ვიწყებთ ჩვევების გაუმჯობესებაზე მუშაობას. აუცილებლად მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა დავინახავთ პროგრესს და კიდევ უფრო მეტად მოტივირდებით. თავარია დაიწყო. მას შემდეგ, რაც დავადგენთ ჩვენს მავნე ჩვევებს და უარს ვიტყვით მათზე, მნიშვნელოვანია გადავიდეთ უკვე იმ ჩვევებზე, რომლებიც იდეალურად მუშაობს ჩვენს პრაქტიკაში, უნდა დავაიდენტიფიციროთ როგორც continue, ანუ უნდა ვცადოთ, რომ მაქსიმალურად ხშირად გადმოვიტანოთ პრაქტიკაში 2026 წელს. რაც შეეხება starts, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ სხვა ადამიანებსაც და შევაფასოთ, რა არის ის ჩვევები, რაც სხვა შემთხვევებში მუშაობს და კარგი იქნებოდა ჩვენს მქონოდა პრაქტიკაში. ჩემ შემთხვევაში, წელს როდესაც გავაკეთე ჩემი უნარჩვევების აუდიტი, აღმოვაჩინე, რომ კარგი იქნებოდა უფრო მეტად ვიაქტივრო LinkedIn-ზე და რუტინაში ჩავსვა სხვადასხვა დამსაქმებლებთან მიმოწერა. გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი გავაკეთო ყოველ ორ შაბათს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ეს ყველაფერი უკვე ჩემს ჩვევაში ჩაჯდება. რომ შევაჯამოთ, რეფლექსიის პირველი ტექნიკის ფარგლებში უნდა დავაკვირდეთ ჩვენს უნარჩვევებს. უნდა დავახარისხოთ უნარჩვევები 3 კატეგორიაში. პირველი კატეგორია იქნება ის უნარები, რომელთა დანერგვაც გვინდა ჩვენს ცხოვრებაში. მეორე კატეგორიაში გვექნება ისეთი უნარები, რომელთა შეჩერებაც გვინდა, უნარები, რომლებიც ხელს გვიშლის პროფესიულ ცხოვრებაში. მესამე კატეგორიაში გვექნება ისეთი უნარჩვევები, რომლებიც იდეალურად მუშაობდა 2025 წელს ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში და 2026 წელსაც ასე უნდა გავაგრძელოთ. რეფლექსიის ტექნიკა ნომერი 2. წარმატების შებრუნებული ინჟინერია. რეფლექსიის მეორე ტექნიკის ფარგლებში უკვე ფოკუსირდებით ჩვენს წარმატებაზე. უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ამოვიცნოთ ფორმულა ჩვენს ცხოვრებაში, რაც მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ. არც ერთ შემთხვევაში წარმატება არ არის ხოლმე იღბალზე მიბმული. ყველა შემთხვევაში რაღაცა ლოგიკური ახსნა აქვს. გამოავლინეთ, რა არის თქვენ შემთხვევაში ყველაზე დიდი წარმატება, რასაც 2025 წლის ფარგლებში მიაღწიეთ.
მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მაღალი ქულის მიღება ძალიან რთულ გამოცდაზე. ან შეიძლება იყოს ბინის ყიდვა, თანხის დაზოგვა და ასე შემდეგ. დახარჯეთ დაახლოებით 15 წუთი იმაზე ფიქრში, თუ რამ მიგიყვანეთ ამ შედეგამდე. თუ 2025 წელს შეძელი რომ დაგეწყო ახალი სასურველი სამსახური, დაფიქრდი და ჩამოაყალიბე რა იყო 3 ინგრედიენტი შენი წარმატებისთვის. პირველი შეიძლება და ყოფილიყო დილით ადრე ადგომა. მეორე შეიძლება და ყოფილიყო მაგალითად networking event-ებზე სიარული. მესამე შეიძლება და ყოფილიყო რაღაცა ლიცენზიის აღება. დაფიქრდი და შეეცადე რომ ჩამოაყალიბო 3 პუნქტი. ჩამოწერე 3 პუნქტი და კარგად დაიმახსოვრე. იმიტომ რომ ეს არის ზუსტად შენი წარმატების ფორმულა. ამ მეთოდს ეძახიან ჰერმიონეს ფორმულას და ჰერმიონა ყველამ ძალიან კარგად იცით ჰარი პოტერიდან. ჰერმიონა არა მხოლოდ მაგიას სწავლობდა, არამედ პროცესსაც, რამაც მიიყვანა იდეალურ შედეგებამდე. ტექნიკა ნომერი 3. ქრონოლოგიური შეფასება. მესამე ტექნიკას ეძახიან ქრონოლოგიურ შეფასებას ან ენერგიის რუკას. ჩვენ ადამიანები არ ვართ რობოტები. ჩვენი ენერგია შეზღუდულია და ჩვენი განწყობებიც ძალიან იცვლება. ამიტომ გირჩევ, რომ გადახედო 2025 წელს, დაყო კვარტლებად და დააკვირდე. საბოლოო ჯამში გამოგვივა 4 კვარტალი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ შევაფასოთ, რომელი იყო ყველაზე მეტად ინტენსიური, დამღლელი და გამომფიტავი. ანუ ვაკვირდებით ენერგიას და ვაკვირდებით ემოციას, რა შეგრძნებები დაგვიტოვა თითოეულმა მათგანმა. როდესაც გავაკეთებთ ქრონოლოგიურ შეფასებას, იგივე ენერგიის რუკას, აღმოვაჩენთ, რომ არის პერიოდები, როდესაც გაცილებით მეტად ეფექტურები ვართ და არის პერიოდები, როდესაც თითქმის ვერასოდეს მიყვავს საქმეები ბოლომდე. აქ შეიძლება ძალიან ბევრი ფაქტორი თამაშობდეს როლს. მაგალითად, ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სეზონური დეპრესია. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სეზონური სამუშაო. ვიღაცას სეზონურად შეიძლება ჰქონდეს დამატებითი პროექტები და ასე შემდეგ. ჩვენ ყველას ჩვენი ფაზები გვაქვს ცხოვრებაში, რომელიც ინდივიდუალურია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ კარგად ვიცოდეთ. დაკვირვების შემდეგ უკვე შეგვიძლია იდენტიფიცირება წინასწარ, როდის გველოდება ყველაზე რთული პერიოდები. როდის იქნება პერიოდები, როდესაც სამუშაო თითქმის არ გვექნება და მეტი თავისუფალი დრო შეგვიძლია გამოვნახოთ. ის საშუალებას გვაძლევს, რომ უკეთესად დავიგეგმოთ. მაგალითად, თუ ვიცით, რომ დეკემბერი ძალიან დატვირთული პერიოდია, შეგვიძლია გარკვეული საქმეები წინა თვეებზე გადავანაწილოთ. ან თუ ვიცით, რომ მაგალითად აპრილში არაფერი განსაკუთრებული ხდება, შეგვიძლია ჩვენი დასვენების დღეები სწორედ აპრილს დავამთხვიოთ. თუ დაინახავთ, რომ მაგალითად მეოთხე კვარტალი არის თქვენი გადაწვის ეგრეთ წოდებული ბარნაუთის პერიოდი, შეგიძლიათ რომ წინასწარ დაგეგმოთ რამდენიმე დასვენების დღე და შემდეგ უკვე გაძლიერებულად დაიწყოთ მუშაობა. როდესაც 1 წლის შეფასებას გავაკეთებთ, ანუ ენერგიის რუკას, არ გადავაგდოთ და შევინახოთ შემდეგი წლისთვისაც. ამით უკეთესად დავინახავთ ეგრეთ წოდებულ პატერნებს, ანუ ვნახავთ რა არის განმეორებადი და კიდევ უფრო უკეთესად შევძლებთ შემდეგი წლისთვის მომზადებას. ამას ქვია კარიერის პრევენციული დაცვა. გახსოვდეთ, რომ კარიერული წარმატება მდგრადია მხოლოდ მაშინ, როდესაც ემოციურად სტაბილურები ვართ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ანალიზი და ვიზუალურად გამოსახვა. ამით კიდევ უფრო კარგად ვიმახსოვრებთ, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ვაძლევთ საკუთარ თავს, რომ მოვაგროვოთ მონაცემები და შევადაროთ ერთმანეთს. საბოლოო ჯამში შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერი ვერ შევასრულოთ, რაც წინასწარ დავგეგმეთ, თუმცა მინიმუმ ძალიან კრიზისული სიტუაციებისთვის ვიქნებით მზად შემდეგ წელს. იმისთვის, რომ მსგავსმა კრიზისულმა სიტუაციებმა ჩვენზე ნაკლებად მოახდინოს ემოციური გავლენა. ესეც ასე, ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ რეფლექსიის 3 ტექნიკა, რის შედეგადაც შეგვიძლია 2025 წელი სრულყოფილად შევაჯამოთ და 2026 წლისთვის კიდევ უფრო სტრატეგიულად მოვემზადოთ. ძალიან მიხარია თუ მიყურებთ და ჩემთან ერთად აკეთებთ რეფლექსიის ამ ტექნიკებს და ძალიან გამიხარდება თუ კომენტარებში გამიზიარებთ თქვენ შედეგებსაც. რა იყო ყველაზე დიდი წარმატება, რომელსაც 2025 წელს მიაღწიეთ და როგორ აპირებთ 2026 წლის დაგეგმვას. აუცილებლად დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, სადაც დეტალურად გასწავლით, როგორ უნდა დავგეგმოთ 2026 წელი ყველაზე სტრატეგიულად. გასწავლით ისეთ ტექნიკებს, როგორც არის მაგალითად უკუ დაგეგმვა, ან წლის თემის განსაზღვრა და ასე შემდეგ. თქვენ თვითონ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის საყვარელი და მოსახერხებელი ტექნიკები. აბა წავედი, ჩემს აზრებს თავი უნდა მოუყარო და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.